სახლში ვარ. ჭკვიანი სახლის სისტემა გააქტიურდა. შუადღე მშვიდობის ამელია. ტემპერატურა 18 გრადუსზე დააყენე და წყლის გათბობა ჩართე. დიახ, გავაკეთებ. ინსტრუმენტი. ვიღაცამ ალბათ აქ გადააგდო. მე ამას არ წავიღებ. ხო, მაგრამ რატომ ვიღაცამ შეიძლება იყიდოს? მისი ადგილი აქაა. ეს რაღაცა? ნიტანის სერვისით კოქტეილს შევუკვეთავ. შევნიშნე, რომ გაჯეტების გარეშე ცხოვრება საერთოდ არ შეგიძლია. არა, მართალი, მათ გარეშეც ადვილად შემიძლია ყოფნა. მათთან ერთად სწავლობ, ერთობი, ვახშამს ამზადებ და სახლში ტემპერატურასაც კი ირჩევ. ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ. გაჯეტები მოსახერხებელია, მაგრამ ადრე ადამიანები გაჯეტების გარეშე ცხოვრობდნენ. ასევე ისინი გამოქვაბულში ცხოვრობდნენ და ქვებზე ეძინათ. შენც იგივე გინდა? არა, უბრალოდ ხანდახან მათ გარეშეც უნდა გაძლო. რატომ? ეს ცუდია? და ისე რას იზამთენი რომ გაითიშოს? სხვა რაღაცით დავკავდები. მოდი შევამოწმოთ. მისმინე, შევქნათ გამოწვევა 24 საათი გაჯეტების გარეშე და შესაძლოა პრიზიც კი მოიგო. შესაძლოა რას ნიშნავს? უბრალოდ დარწმუნებული ვარ, რომ ამას ვერ შეძლებ. რა თქმა უნდა შევძლებ. მე ყოველთვის ვიმარჯვებ. ამჯერად ვერა, ამელკა. თუ მაყურებელი მხარს და მიჯერს, ამას შევძლებ. და ეს სცადო. მეგობრებო, დაუჯერთ ამელკას მხარს. მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. დააჭირეთ სარის გილაკს. ჰეი, იქ ელექტროსკუტერები დააყენეს და არ გინდა ვიკატაოთ? მინდა, არა, ამელკა. შენ სახლში დარჩები. რატომ? ელექტროსკუტერი გაჯეტია და შენ ხომ მათ გარეშე ცხოვრობ. კარგი, სახლში გავაკეთებ რამეს. ტელევიზორს უყურებ. არა, ტელევიზორის ყურებას არ შეიძლება. მაგრამ ეს ხომ გაჯეტი არ არის, რაც ელექტროენერგიაზე მუშაობს. აკრძალულია. კარგი, რა ვქნა? წავალ და დავხატავ. კიტი აქ არ არის, ამიტომ ვერ გაიგებს. იქნებ რაიმე მნიშვნელოვანი იყოს? აჰა, ეგრეც ვიცოდი, რომ თავს ვერ შეიკავებდი. რატომ მირეკავ? შენი ნების ყოფის გამოცდა მინდოდა. ტელეფონს არ შევეხებოდი, შენ რომ არ დაგერეკა. სამაგეროდ ახლა იცი რომ გითვალთვალებ. სხვათა შორის შენთვის ჯარიმა მაქვს, +1 საათი. რა? რა ჯარიმა? 24 საათი ხომ უნდა გაგეძლო? ახლა კი 25. ეს უსამართლობაა. შენ სპეციალურად დამირეკე, შესაძლოა და სხვათა შორის მაშინაც კი. თუ შენს გვერდზე არ ვიქნები, მაინც ყველაფერს გავიგებ. მან რა, სათვალთვალო კამერები დაამონტაჟა? აქ მართლაცფარული კამერაა. ეს უკვე მეტის მეტია. თვალთვალისუფლებას მე არ მოგცემ. მაგრად ვიკატავეთ. კი, ეს სკუტერები ძველებზე ბევრად უკეთესია. აჰა, ძველი ბორბლები უკვე ჭრიალებდა. ისმინე, არ გინდა კონსოლზე ვითამაშოთ? არა, ბოდიში ვიდეო თამაშები არ მიყვარს. კარგი რა, შენ უბრალოდ არ გიცდია. ჩადე და არ მომეწონა. კარგი, მაშინ ამელკასთან ერთად ვითამაშებ. არა, ამელკასათვის დღეს არ შეიძლება. კარგი რა, არ მინდა მარტო ვითამაშოთ. თქვენი სულელური ნიზლავის გამო. მაშინ კონსოლზე თამაშზე უფრო გამოსადეგარი რამით დაკავდი. სად წავიდა კიტი? ვისთან ერთადაც სკუტერებით ვკატაობდი? ას გულისხმობ? სახლში მოსაწყენი ხარ? არა, მართალი. მართალია, მოსაწყენი ხარ. ჰეი, ამელკა, კონსოლზე თამაში გინდა? მინდა, მაგრამ არ შემიძლია. კიტის გამო? დაივიწყე ის. არა, ჩვენ ნიზლავი დავდეთ. კიტი პრისთან პირდა. ნუ ღელავ, ვერაფერს გაიგებს. როგორ ვერ გაიგებს თუ იქს? ყურადღებას თუ გადავატანინებ, ითამაშებ ჩემთან ერთად? კი, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას არ ეტყვი. აქ დამელოდე და მალე მოვალ. კიტი, უკვე გაიგე? რა ხდება? რა უნდა გამეგო? მოლში აიფონებს არიგებენ, სრულიად უფასოდ. კარგი რა, შანსი არაა. რატომ? ახლები მოიტანეს და ვერ სადათავსებენ. აღარ იციან თუ რა უქნა ნამდვილ ტელეფონს. ამიტომ ძველებს აჩუქებენ. გასაოცარია. რა მოდელია? მოდელი
მგონი 15. ზუსტად ეგეთი მინდა. მალე გავიქეცით. შენ წადი და მე სახლში დავრჩები. რატო? არ გინდა iPhone 15? მეგობარს ვთხოვე და ჩემთვისაც აიღებს. იღვლიანო. ნეტავ მე სყავდეს მასეთი მეგობარი. ამელკას უნდა დაუზახო. რას ამბობ? მისთვის ხომ გაჯეტები არ შეიძლება. მართალია, ხვალ წავა, როცა გამოწვევა დასრულებული იქნება. ვთხოვ რომ მისთვის ერთი გვერდზე გადადონ. აბა, იმუშავა? წავიდა და ახლა შეგვიძლია რამდენიც გვინდა იმდენი ვითამაშოთ. დროა შური ვიძიო. აჰა, მოინდომა. ისევ მე გავიმარჯვებ. ამასაც ვნახავთ. ლეო, შენ ბოლო მიდიხარ. აჰა, ასეც ვიცოდი. კიტი, აქ რასაკეთებ? მოიცა ლეო, მართლა გეგონა რომ ამ სისულელეს უფასო iPhone-ებზე დაგიჯერებდით? ჩემი აზრით კარგი იდეა იყო. საერთოდ არ გამოგდის ტყუილის თქმა. უბრალოდ ვუყურებ ლეო როგორ თამაშობს. იმ როდრიგში ყურება აკრძალულია. მეორეც. გეიმპედი ჩართულია. ალბათ შემთხვევით დავაჯექი. ხო, და შემთხვევით აივჩიე შენი ანგარიში კონსოლზე. არა? არ დასაჯო იგი. ჩემი ბრალია რომ მე დავარწმუნე რომ ეთამაშა. კარგი, ამჯერად ამელკას არ დავჭი. პირიქით, შენ დაგჭი. ჰა, და როგორ დამსჯი? ჰეი, დამიბრუნე. ხვალ დაგიბრუნებ, გამოწვევის შემდეგ. მაგრამ მე არც კი მონაწილეო. ამელკას ხელს უშლი. ამიტომ ერთი დღე თამაშების გარეშე გაძელი. გინდა სამაგიდო თამაში ვითამაშოთ? ესეც სახალისოა. მოდი. აბა, სიმართლე თუ მოქმედება? მოქმედება. ბოროტულად გაიცინე. ადვილია. კარგი, ახლა ჩემი ჯერია. სიმართლე თუ მოქმედება? სიმართლე. რა გინდა რომ გამოხვიდე როცა გაიზრდები? ბლოგერი, მინდა ვიდეოების გადაღება გავაგზავნო. ო, ლეო, ეს ნახე? ეს შენი პორტრეტია. რაღაც ფშია. მოდი რაიმე გამოვიძახოთ. ამისთვის ტელეფონი უნდა გამოვიყენო და ჩემთვის არ შეიძლება. მაშინ მე შევუკვეთავ. ჩემთვის შეიძლება. თუ ამელკასთვის საჭმელს შევუკვეთავ, გეიმპედს არ დაგიბრუნებ. კარგი რა, ხუმრობ? არ ხუმრობ. შენ კი ამელკა, ჯარიმას მოგცე. +2 საათს დაგიმატებ გამოწვევაში. ბოდიში ამელკა, შენ თვითონ მოგიწევს გამკლავება ამაზე. კარგი, მასივაში ჯერ კიდევ არის საჭმელი. არა, მასივის გამოყენებაც არ შეგიძლია. და რატომ? ის ელექტროენერგიაზე მუშაობს. ესე იგი აკრძალულია, მაგრამ მე ხომ გაჯეტის კი არ არის. კარგი, გადავწყვეტე, გამოწვევა უფრო გამერთულებინა და ყველა ტექნიკა ამეგზალა. ახლა როგორღა გავაცხელო საჭმელი? შეგიძლია გაზის ღუმელი გამოიყენო და პროდუქტები საიდან ავიღო? ისინი ხომ მასივაში არიან. მაშინ მაღაზიაში მოგიწევს წასვლა და ნაღდი ფულის წაღებაც არ დაგავიწყდეს. მე ხომ საბანკო პალატი მაქვს. ელექტრონული ფული ასევე აკრძალულია. კარგი. სადილისთვის იმედი მაქვს საკმარისი მექნება. ეს ელექტროსკუტერია. მაგით გზავრობა არ შეგიძლია. ხო, მაგრამ როგორ მივიდე მაღაზიამდე? როგორ? ფეხით. გზელი გზაა და პროდუქტების ტარება ძალიან რთულია. არა უშავს. მე მჯერა რომ გაუნკალდები. ეგრე იყოს. ფეხით გავისეირნებ. კარგი. ძალიან ცხელა. ფეხით რატომ უნდა ვიარო? ეს ხომ ის სკუტერია, რომლითაც ლეო და კიტი კატაობდნენ. კიტი ახლოს არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ ვერავინ გაიგებს. გადახდას ტელეფონის კარტითაც შევძლებ. სახლში ვარ. რაღაც მალე მოხვედი. გადავწყვეტე რომ მერბინა. როგორც ხედავ, საერთოდ არ ხარ დაღლილი. ეს ჩემთვის ადვილია. ხილად ვარჯიშობ ხოლმე. სხვათა შორის ჩემო მეგობარმა, რომელიც მაღაზიაში მუშაობს. დაგინახა და დამირეკა. არაა გასაკვირი. მაღაზიაში ვიყავი. კარგი. მან სკუტერის შესახებაც მითხრა. ვემხვდები, რაზე მელაპარაკები. მოისულელებ თავს. მან დაგინახა, როგორ მიხვედი სკუტერით. არა, მართალი, ის იგონებს. შენი საბანკო ბარათი შევამოწმე. იქ წერია, რომ სკუტერის ფული უკვე გადაიხადე. ჩემი საბანკო ანგარიში გატეხე? უბრალოდ შევამოწმე. ეს უკვე მეტისმეტია. სხვათა შორის, სკუტერის გამოყენებისთვის შენთვის ჯარიმაა. +2 საათი. 2 საათი? მაღაზიამდე მისასვლელადაც კი ნაკლები დრო დამჭირდა. შემდეგ ჯერზე კარგად დაფიქრდები, სანამ მაიმუნობას გადაწყვეტ.
დაბრუნდი უკვე? მაჩვენე რა იყიდე? აქ პომიდორი მაქვს. კიტრი. გრეიპფრუტი. და კომბოსტო. კარგი, მე კი ბურგერი ვჭამე. ისეთი გემრიელი იყო. ყულაბაში საკმარისი ფული არ მქონდა და ფარადის გამოყენება არ შემიძლია. ესე იგი შენ თვითონ მოგიწევს საჭმის არა მომზადება. უშავს, თავს გავართმევ. ცოტა მარილი დაუმატოთ. ხუმელის გამოყენების უფლება გააქვს? მაქვს, გაზზეა და არა ელექტროენერგიაზე. მაშინ გასაგებია. გინდა გასინჯო? არა, ძალიან ბევრი ბოსნეული აქვს. ჯანსაღია, მაკარონებიც კი აქვს. ჯანსაღია, მაგრამ გემრიელი არა. მე კი გემრიელი მიყვარს. როგორც გინდა. აქ ძალიან ცხელა, კონდიციონერი უნდა ჩავრთო. ასე ბევრად უკეთესია. დამღალა უკვე სიცხემ. ამელკა, სწრაფად ჩაიცვი. რა თქმა თბილი დასაცმელი? ახლა ხომ ზაფხულია. რატომ? შენთვის აკრძალულია კონდიციონერით გაგრილება. და რატომ? ის ელექტროენერგიაზე მუშაობს და დღეს ელექტროენერგიის გარეშე უნდა იყო. ხომ იცი? მაშინ უბრალოდ გამორთე. არა, მე მცხელა და ლეოსაც. აჰა, და მე ზამთრის ტანსაცმლის ჩაცმა არ მინდა. კონდიციონერის ქვეშ ზამთრის ტანსაცმელში ისე გგრძნობ თავს, როგორც ზაფხულში მის გარეშე. ეს სისულელია, ამის ჩაცმას. ოთახში წასვლა მისჩემია. კარგია რომ გიტიმ ჩემი ძველი ტელეფონის შესახებ არაფერი არ იცის. ჩადაბა, დამჯდარია, უნდა დავტენო. ჰეი, ეს რატომ არ მუშაობს? ალბათ გიტიმ რაღაც უქნა. არა უშავს. გეგმაბე მაქვს. ეს ვინ გადააგდო? ათ წუთში გარეთ შემხვდი. ამელკა უცნაურია. ეს აქ საიდან გაჩნდა? რატომ აგვიანებს? მე ხომ თქვი რომ 10 წუთში თქო. ამელკა, მე ვარ, ლეო. ვიცი, მაგრამ ეს რა გაცვია? შევინიღბე, კიტიმ რომ ვერ მიცნოს. მაინც გაიგებს, სახლში ჩვენს გარდა არავინა. მაინც შენიღბო ჯობია, ვიდრე ჩვეულებრივად ყოფნა. კარგი, მოიტანე რაც გთხოვე. კი, მოვიტანე. აჰა, აიღე. ეს რა არის? ეს პურია. ხედავ რომ პურია. რაში მჭირდება? ეს არ მithოვია. ეგეც ერთგვარი შენიღბოა. გატეხე. აბა, ნახე? ახალი power bank-ი. მადლობა. კიტის არაფერი უთხრა, თორემ პრობლემები შემექმნება. საიდუმლოებების შენახვა შემიძლია. მოდის, დამტენი დამალე. ლეო, ეს რა გაცვია? ეს უბრალოდ ვიმალები. ვისგან? ჩემგან? არა, ფანებისგან. ვა, ფანებისგან? არ ვიცოდი, ასეთი პოპულარული თუ იყავი. ხო, ამელკას არხზე გადაღებებმა ვარსკვლავად მაქცია. ვა, ისე მართლა, აქ რასაკეთებთ? არაფერს, უბრალოდ ლაპარაკობთ. ფურშჭამთ. ესე იგი ლაპარაკობთ? ახლავე შემომოწმებთ. რასაკეთებ? აჰა, გასაგებია. ეს ცეფია. ვამოწმებ, ეხმარები თუ არა ამელკას ხულიგნობაში. კარგი, რატომ მგონია რომ ვეხმარები? ზედმეტად საეჭვოდ გამოიყურები. ხედავ, მე სუფთა ვარ. ხო, ახლა ამელკას შევამოწმოთ. აბა მაჩვენე, რა გიდევს ჭიბეში? ესენი სახლის გასაღებია. დადე მაგიდაზე, დაადე კი.
იქ კიდევ რაღაცაა. აბა მოჩვენე. ასეც ვიცოდი. ლეოს power bank-ი. არ ვიცი რაზე ლაპარაკობ, პირველად ხედავ. მართლა? აბა მაშინ აქ რატომ არის? ლეო დაწერილი? ეს ფანებმა დაწერეს. იცოდა ვერ მომატყუებ. power bank-ი მიმაქვს. ჰეი, მოიცადე. რა იყო? შენ ხომ თქვი რომ ეს შენი არ არის? ხო, ეს ჩემი არ არის. არ არის. ამელკას ჯარიმა გამოწვევას კიდე 2 საათი დაემატა. ისევ, ლეო, პლუს 2 დღე კონსოლის გარეშე. ოღონდ ეგ არა. ეს თქვენთვის გაკვეთილი იქნება. ასე გამოწვევას ვერასდროს დავასრულებ. ჩემი power bank-ი, უნდა დავიბრუნო. გეთახმები, ეს მჭირდება. კარგი. ალბათ თავის ოთახში მალავს კიტი. კი, ამიტომ წახვალ და უკან დაიბრუნებ. მე რატო? მე ნამდვილად არ შემიშვებს ისმის ოთახში. მე მეყოფა, აღარ მინდა მეტი პრობლემები. არ გინდა რომ დამეხმარო? ყოველ ჯერზე როცა გეხმარები, პრობლემები მაქვს ხოლმე. კარგი, მე თვითონ დავაბრუნებ. გასაღებით ჩავკეტავ, ამელკა რომ ვერ გააღოს. აქ უსაფრთხოდ იქნება. სად დამალა power bank-ი? აქამდე კიტი არასდროს კეტავდა უჯრას გასაღებით. რაღაცას მალავს. აჰა, აი უჯრის გასაღებიც. რა საკეთებ? მე არაფერს, უბრალოდ ბინის გასაღებს ვეძებ. ეს ჩემი ოთახის გასაღებია. შენ არ გჭირდება. ალბათ შემეშალა. ჯობია წავიდე. უნდა დაველოდო, სანამ კიტი ყურადღებას არ გადაიგდანს და გასაღები ავიღო. რატომ დატოვა კიტიმ გასაღები? იქნებ ეს მახია? არაფერი მოხდარა. ასე რომ მახი არ ყოფილა. ჰეი, ცარიელია, დარწმუნებული ვარ, რომ კიტი მაგთამალა დამტენი. ამას ხომ არ ეძებ? ეს როგორ არის შესაძლებელი? ლეომ გამაფრთხილა, რომ დამტენის აღება გინდოდა. ამიტომ იგი თავიდან დავმალე. შენ მოღალატე. ოდიში ამელკა, სხვა გზა არ მქონდა. აქ არის შენი გეიმპადი. შეგიძლია დააგრძელო შენი თამაშების თამაში. კონსოლის გამოუღალატე მეგობარს. კონსოლის გარეშე სახლში ძალიან მოსაწყენია. დანებდი ამელკა. შენ უკვე დაამტკიცე, რომ გაჯედების გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია. არა, არ დავნებდები. მაინც ვერ დამამარცხე. ყველაფერს ვიპოვი, რაც საჭიროა და როცა საჭიროა. ამასაც ვნახავთ. მანქანაში Wi-Fi და ელექტროენერგია არის. კიტი იქ ვერ მიპოვის. 24 საათს აქ გავატარებ. უბრალოდ რამდენიმე გემრიელობა უნდა წამოვიღო. ჰეი, კარი ვინ დახურა? კარგი. მართლა გეგონა რომ ვერ გავიგებდი? საიდან იშოვე მანქანის გასაღები? საიდან და მამა შენმა მომცა. ხო და ახლოვე გამომიშვი. თუ გამოსვლა გინდა, ტელეფონი მომეცი. მაგრამ ტელეფონს ვერ მოგცემ, სანამ აქედან არ გამოვალ. კარგი, გავაღებ, მაგრამ გაქცევაზე არც კი იფიქრო. ახლა კი ტელეფონი მომეცი. რა თქმა უნდა, თუ დამეწევი. შორს ვერ გაიცევი. მაპატიე, ვერ გაგიშვებ. გადაწყვიტე რომ ისევ მიღალატო? ოდიში, მაგრამ კონსოლი მჭირდება. კი, ახლა ლეო ჩემს ხარესაა. ახლა ნახეთ რა სეეს გაჩვენებთ.
იმედია ამელკა ძალიან არ გაბრაზდება. დამშვიდი. ერთი დილით გაბრაზდება და მერე და გადაუვლის. თუ არ გადაუვლის, დაივიწყე. კარგი. მოდი კონსოლზე ვითამაშოთ. შენ ხომ არ მოგწონს? არა უშავს. სტი. რა უნდა ვითამაშოთ? მარიო. მარიო? ლა 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 ლა. იჰუ, სად მივდივარ? ვა, ეს უფრო სახალისოა, ვიდრე მე წარმომედგინა. რატომ ხარ ასეთი გულდაწყვეტილი? ამელკაზე ვდარდობ. ნუ ღელავ, უკვე ხომ გითხარი? ვცდილობ, მაგრამ არ შემიძლია. ჰეი, რა მოხდა? ტელევიზორი გაფუჭდა? ინტერნეტის არ არის. როგორ ჩანს, სახში შუქი არ არის. სად არის ამელკა? აბა როგორ მოგწონთ სინათლის გარეშე ყოფნა? ამელკა, რა გააკეთე? უბრალოდ მთელ სახში შუქი გამორთე. რატო? პირველი მიზეზი ის არის, რომ შუქი არ გადამატანიებს ყურადღებას და გამოწვევისგან. ჩვენ? ჩვენზე საერთოდ იფიქრე? მეორე მიზეზი ის არის, რომ თქვენ ჩემთან ერთად მონაწილეობთ გამოწვევაში. ჰეი, ამაზე არ შევთანხმებულვარ. მხოლოდ შენ მონაწილეობ ამ გამოწვევაში. წესები შეიცვალა. ახლა ყველა მონაწილეობს. აი იღბალიც. ნუ ღელა, ლეო, ჩვენ ამას გამოვკვალდებით. მე ასე არ ვფიქრობ. კარგი. ნახავ, პრიზის კი მომამზადე. ვინც უფრო დიდხანს გაძლებს, ის მიიღებს ჯილდოს. რა ჯილდოს? ეს სიურპრიზია. უკვე შეგიძლიათ ჩემი სახელი დააწერო. არიჩქარო, ჯერ კიდევ ვერ ვაგიმარჯვებიან. კიტი და ლეო მალე დანებდებიან. დარწმუნებულიო, რომ დიდხანს ვერ გაძლებენ. როგორც ჩანს, ლურჯი ფანქარი დაიკარგა? იქნებ კიტის კონდეს? წავალ და ვკითხავ. ეს გამოდგება. შიგნით ტელეფონს ვერავინ შეამჩნევს. ლეო, კიტი ხომ არ გინახავს? გარეთაა და ირუჯება. რას კითხულობ? არაფერს, რაღაც წიგნს. ვიღოთ ხედავ, რომ კითხულობ. გადავწყვიტე მეცადა. რატომ ნერვიულობ? ნერვიულობ? კარგი. არ ნერვიულობ. გეჩვენება. მთელი შუბლის ველი გაქვს. სიცხეა და მაგიდო. მანახე, მეც მინდა წაკითხვა. არა, პირველი მე ავიღე. ერთად წავიკითხოთ. არა, რატო? არ მინდა უბრალოდ რომ გათხოვო. კარგი რა, ხარბი არა. ვიქნები. და ეს რა არის? ტელეფონი წიგში დამალე? ხო, კი, დავმალე. ვიცოდი რომ პირველი შენ წააგებდი. საერთოდ არ მინდოდა გამოწვევაში მონაწილეობა. შენ მაიძულე. ასე რომ მხოლოდ მე და კიტი გადავრჩით. კიტი გარეთაა. წადი და ნახე, მე არ შემაწუხო. აღარაა საჭირო ტელეფონის დამალვა. აღარც ვაპირებდი. ამელკა საკმარისად არ მაფასებს. დღის გატარება მე ადვილად შემიძლია. კარგი, მუსიკას მოусმენ. კურსასმენები პატარაა, ვერავის შეამჩნევს. კიტი, ფანქარი გამიფუჭდა. შეიძლება შენი ფანქარი ავიღო? მხოლოდ ერთი მჭირდება, ნახატის დასრულება მინდა. ჰეი, მისმენ საერთოდ? აი, თურმე რაში ყოფილა საქმე. რა იყო? რა მოხდა? კურსასმენები გქონდა. ჩემი არ არის. ისინი ჩამიდეს. პირდაპირ ყურებში? მე უბრალოდ რა? კარგი, მართალი ხარ. გაჯეტების გარეშე ვერ ვძლებ. ამცინოდნენ, მაგრამ თვითონაც იგივენაირები ყოფილა. ძალიან რთულია. მებონა ვერ შეამჩნევდი. ვერ შევამჩნევდი, ასე ხმამაღლა რომ აქ ქონოდა აწეული. კარგი. ესე იგი გამოწვევა დასრულდა და ამელკამ გაიმარჯვა? ზუსტად, სად არის ჩემი პრიზი? რა პრიზი? შენ პრიზს დაპირდი მას? ვინც ყველაზე მეტ ხანს გაძლებდა? პრიზი, მართალია. იქ არის, კარების უკან. კარების უკან? ასეთი რა პრიზია? წამოდით, გაჩვენებთ. თქვენ აქ დამელოდეთ და მე ახალ მოვიდან მას. რაღაც უცნაურად იქცევა. რა სურპრიზია? იქნებ ახალი ველოსიპედი ან სკუტერი? კიდევ დიდხანს უნდა ველოდოთ? კიტი, გესმის ჩვენი? წავიდეთ და ვნახოთ. მან თქვა რომ აქ დავბრუნდებოდით. ნახვა მინდა. გაქრა? ის გაიქცა. იქნებ მაღაზიაში წავიდა პრიზისთვის? არანაირი პრიზი არ ყოფილა. მოგვატყუა და გაიქცა. კიტისგან ამას არ მოველოდი. არა უშავს, ვიცი სადაც უნდა ვეძებო. მაშინ გაუძეხი გზას. პირველ რიგში მაყურებელს მინდა მადლობა გადაუხადო. მათ გარეშე მე ამას ვერ დიდი შევძლებდი. მადლობა ყველას რომ გვიყურებთ და ვიდეოებს ალაიქებთ. კომენტარებში დაწერეთ, რომელი ვიდეო მოგწონთ ყველაზე მეტად. ჩვენ კი კიტის საძებნელად წავალთ. მედია ჩვენი ახალი ვიდეო მოგეწონათ. ნახვამდის ყველას.